ტაივანის გარშემო სიტუაცია იძაბება. ტაივანმა პირველად გაუშვა რაკეტები ჩინეთის მიმართულებით. მანამდე ტაივანის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარეს წვრთნები, რომელთა მიზანი იყო კუნძულზე შეჭრილი ჩინური ძალების განადგურებაზე ვარჯიში. მათ ჩაატარეს სარაკეტო და საარტილერიო სროლები, რათა შეექმნათ საბრძოლო მოქმედებების მაქსიმალურად რეალისტური სცენარი. მაგრამ დღეს გახდა ცნობილი, რომ ტაივანის სამხედროებმა პირველად ჩაატარეს სარაკეტო საცდელი გაშვებები ჩინეთის მიმართულებით მობილური გამშვებით დაანადგარებით. ჰაიმერსმა პეკინის შესაძლო თავდასხმის მოგერიების ტაქტიკის დამუშავების შემდეგ პრევენციული დარტყმა მიაყენა. ამ დროს პეკინი ძალიან უცნაურად მოიქცა. ჩინეთმა მოულოდნელად გააუქმა ორი მაღალი დონის დიალოგი ევროკავშირთან, რომლებიც ზამთარში იყო დაგეგმილი ბრიუსელსა და ჩინეთს შორის მზარდი უთანხმოების ფონზე. მაგრამ ამ ყველაფერში თავად ტაივანი დღეს პირადად მე უკიდურესად შოკში ჩამაგდო. გაირკვა, რომ ტაივანი დღემდე ღიად ყიდის ჩინეთს ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ჩიპებს. ის ჩიპები, რომელთა ჩინეთში გატიგივაც ამერიკელებმა თავიანთ კომპანიებს აუგზავნეს, ხოლო ტაივანი ამ ჩიპებს ჩინელებს ყიდის. და ეს ყველა ახალი ამბავი სინამდვილეში ერთმანეთთან არის დაკავშირებული ერთიან კვანძად. პეკინის მხრიდან მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სამხედრო წვრთნები და თანამედროვე ჩიპების გაყიდვა. ამიტომ მოდით ეს მთელი ისტორია ერთად შევკრათ და გავაერთიანოთ. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემები. მაგრამ სანამ დავიწყებთ, თხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება, დაწეროთ ნეწეროთ ნებისმიერი კომენტარი და აუცილებლად გამოიტეროთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი. ბმული არხზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ ჩვენ ვაქორდნენთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი ისინი შემოდის. მოდით გავაკეთოთ მოკლე მიმოხილვა იმისა, რაც ხდება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. დღეს ამერიკულმა მედიამ ალბათ ამ რეგიონის ყველა მცხოვრები შოკში ჩააგდო. აღმოჩნდა, რომ 4 შაბათს 10 ივნისს ტაივანის სამხედროებმა ჩინეთის მიმართულებით ჩაატარეს რაკეტების საცდელი გაშვებები ჰაიმარსის მობილური გამშვების დაანადგარებიდან და დაამუშავეს პოტენციური პეკინის თავდასხმის მოგერიების ტაქტიკა. ეს იყო პირველი გამოყენება. ამერიკული ჰაიმარსები თანაც ასეთ ფორმატში. ანუ რაკეტები რეალურად ჩინეთის მიმართულებით მიფრინავდნენ. მანევრები გაიმართა ტაივანის დასავლეთ სანაპიროზე სამხედრო წვრთნების მეორე დღეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკული ჰაიმარსის სისტემის რაკეტები გაუშვეს ტაივანის სრუტის მიმართულებით, რომელიც თვითმმართველ კუნძულს ჩინეთის მატერიკიდან ყოფს. სამხედროებმა გამოიყენეს სასწავლო რაკეტები შემცირებული ფრენის მანძილით, რომლებიც წყალში დაეცნენ სანაპიროსთან ახლოს. სამხედრო მანევრები ითვალისწინებდა ჩინეთის შესაძლო შეჭრაზე პასუხის სცენარის დამუშავებას. სწავლებაში ასევე გამოიყენეს 155 ხაუბიცები. მიზანი იყო ტექნიკის სწრაფად განლაგების და ტაქტიკის ესროლე და გაიქეცი მიხედვით ზუსტი დათქმების განხორციელების უნარის შემოწმება. ტაივანის წარმომადგენელმა აშშ-ში ალექსანდრ იუმა დაადასტურა სწავლებების ჩატარება, სადაც გამოიყენეს ახლახან აშშ-სგან შეძენილი ჰაიმარსის სისტემები. და ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ გაუშვეს რაკეტები სწორედ ჩინეთის მიმართულებით, მან აღნიშნა: მოусმინეთ, ტაივანი კუნძულია და ციტატა. ჩვენ შეგვიძლია ვისროლოთ მხოლოდ აღმოსავლეთით ან დასავლეთით. ამიტომაც ავირჩიეთ დასავლეთ. როგორც ამბობს, მოусმინეთ, აქ არანაირი მინიშნება არ არის. არ იფიქროთ ასე, არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ ასე დაემთხვა, რომ რაკეტების გაშვება ჩინეთის მიმართულებით დავიწყეთ. გავიმეორებ, რომ ჩინეთი თვლის ტაივანს თავანს თავის როგორც ისინი ამბობენ, მეამბოხე პროვინციად და აცხადებს, რომ მომავალში კუნძული მის კონტროლქვეშ უნდა გადავიდეს. პეკინი თითქმის ყოველდღიურად აგზავნის სამხედრო გემებსა და თვითმფრინავებს კუნძულის მიმდებარე საჰაერო სივრცესა და წყლებში. თუმცა ბოლო წლებში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს მის გარშემო. აშშ-ში ოფიციალურად არ აღიარებს ტაივანის დამოუკიდებლობას, თუმცა ისინი წინააღმდეგი არიან მისი სტატუსის ძალადობრივი შეცვლის და ტაივანისთვის თავდაცვისა და თვითდაცვისთვის მთავარი იარაღის მიმწოდებლები არიან. აქ შეგას ცენტრ ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა მასშტაბური შეიარაღების პაკეტის შესახებ ტაივანისთვის, რომლის ღირებულება $11 მილიარდ მეტია და რომელიც ითვალისწინებდა 82 დამატებითი ჰაიმარსის სისტემის გაფიტვას. 2026 წლის მარტში ტაივანის პარლამენტმა მთავრობისთვის ნება დართო ხელი მოეწერა შესაბამისი შეთანხმებისთვის ამ იარაღის შესყიდვაზე. თუმცა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პეკინში შეხვდა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს მიმდინარე წლის მაისში, ამ შეიარაღების პაკეტის განხორციელება ფაქტობრივად შეჩერდა. ხოლო ტრამპმა ტაივანს მოუწოდა, როგორც თავად თქვა, დამშვიდებულიყო. ის ამბობს: თქვენ უნდა დამშვიდდეთ ცოტა. კიდევ რა გინდათ, საერთოდ რას ფიქრობთ? თქვენ გვერდით უზარმაზარი ჩინეთია. აი როგორ დიდია ჩინეთი და თქვენ ასეთი პატარა ხართ. რა, ომს აპირებთ? თუ ომს დაიწყეთ, ამერიკას მოუწევს, როგორც ის ამბობდა, $9500 მილის გავლა, რომ თქვენთვის იბრძოლოს.
თითქოს ეს ჩვენ არ გვჭირდება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ტაივანს შეიარაღებაში აქვს HIMARS-ის სისტემები. და აი პირველად განათავსეს ისინი ტაივანში, ბევრის აზრით, ჩინეთის წინააღმდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ყველამ ვიცით, რომ ჩინეთი არასდროს უარყოფდა ძალის გამოყენებას კუნძულზე კონტროლის დასამყარებლად და მისი თვითმფრინავები და გემები ყოველთვის სადღაც ახლოს იმყოფებიან. ამიტომ წუხტნების დროს ტაივანელმა სამხედროებმა გამოიყენეს კუნძულზე შექმნილი Thunderbolt 2000-ის სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც სატვირთოებზეა დამონტაჟებული. ამ სისტემების შემდეგ გამოიყენეს ამერიკული ჰაუბიცები პალადინი, არტილერია და ნაღმთქორწნები, რათა შეექმნათ განადგურების ზონა, რომელიც პოტენციურად შეძლებს სადესანტო ოპერაციის შეჩერებას. და რაც თავარია, ტაივანის სამხედროებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება იმაზე, რომ Thunderbolt 2000-ის სისტემა 7 წლის შემდეგ პირველად გამოიყენეს. მაგრამ სამხედრო თვითნების ფონზე ტაივანი ახორციელებს ქმედებებს, რომელთა ახსნა ძალიან რთულია. ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად გამოიყურება. იცოდი თუ არა, რომ ტაივანს პრაქტიკაში ჯერ კიდევ არ შემოუღია ექსპორტის კონტროლის შეზღუდვები. ამიტომ ჩინური კომპანიები ღიად კიდულობენ კუნძულზე მზა სერვერულ სისტემებს ხელოვნური ინტელექტის ჩიპებით, რომელთა მიწოდებასაც აშშ-ის ხელისუფლება არ აძლევს ნებას. ანუ აშშ-მ შემოიღო სანქციები, დაბლოკა ამ ჩიპების გატიდვა ჩინეთში ამერიკული კომპანიებიდან, მაგრამ ჩინეთი ამ პროდუქციას ტაივანის გაკიდულობს. ფორმალურად. ამერიკული კანონები საერთოდ არ უშლის ხელს ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მიწოდებას ჩინეთში. თუმცა შესაბამისი გაფრთხილებები ადგილობრივ კომპანიებს უფრო იმისთვის კეთდება, რომ შეიქმნას სოლიდარობის ილუზია აშშ-ის ხელისუფლებასთან. ანუ ამბობენ, რომ არასასურველია. ჩვენ რა თქმა უნდა არ გვგზავნოთ, მაგრამ არასასურველი. და აი მხოლოდ ახლა ამერიკელი კოლეგების ზეწოლის შედეგად ტაივანის ხელისუფლება ემზადება ამ შეზღუდვების საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისთვის. აი გასაგებად რო იქოს. მხოლოდ გასულ წელს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ გასულ წელს ტაივანის ხელისუფლებამ შეიყვანა ჩინური კომპანიები Huawei და SMIC, იმ კომპანიების სიაში, რომელთანაც ტაივანურ ბიზნეს ურთიერთობა არასასურველად მიიჩნევა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა აკრძალულებად, არამედ არასასურველებად. ამასთან ყველა დანარჩენ ჩინურ კომპანიას ფორმალურად შეუნარჩუნდა უფლება ტაივანურ პროდუქციის შეძენაზე, თუნდაც საუბარი იყოს ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილ ყველაზე თანამედროვე ჩიპებზე. და ეხლა ტაივანის ხელისუფლება განიხილავს შესაძლებლობას ყველა ჩინელი ჩიპების მყიდველისთვის შემოიღოს ფილტრი ამერიკული ექსპორტის კონტროლის წესებზე დაკონტნობით. მაგრამ არის იმედი, რომ ტაივანი საბოლოოდ დახურავს ამ შესაძლებლობას ჩინელებისთვის. მაგრამ შოკირებული დარჩი, როცა გავიგე, რომ ტაივანელები ამით საკმაოდ კარგად გამოიმუშავებენ ფულს და ისინი კვლავ აგრძელებენ ჩინეთისთვის მოცინავე ჩიპების გაკიდვას. ჩინეთის კონფრონტაცია დასავლეთთან სხვა საკითხებზეც იზრდება. Financial Times წერს, რომ ჩინეთმა მოულოდნელად გააუქმა ორი მაღალი დონის დიალოგი ევროკავშირთან, რომლებიც ამ თვეში იყო დაგეგმილი ბრიუსელსა და ჩინეთს შორის მზარდი უთანხმოების ფონზე. საუბარია პეკინში ციფრულ საკითხებზე მინისტრთა დონის შეხვედრაზე. ასევე ცალკე დიალოგზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ოლაფ სკუგი. წყაროების თქმით, ჩინეთის მხარემ შეხვედრა ბოლო მომენტში გააუქმა, ოფიციალური განმარტებების გარეშე. აქ აღნიშნავ, რომ დიპლომატიაში მსგავსი პრაქტიკა ხშირად გამოიყენება მხარეების მიერ, როგორც პოლიტიკური სიგნალი უკმაყოფილების გამოსახატავად. ანუ ისინი ვერ მოდიან და პირდაპირ ვერ ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან. ამიტომაც აუქმებენ შეხვედრას და ფორმალურად დიპლომატიის ენაზე, ყველა ხვდება, რომ ეს ნიშნავს, ჩინელები უკმაყოფილონი არიან. აქაც ისინი გააუქმებენ ამ შეხვედრებს, მანამ სანამ ჩვენ არ მივცემთ თანხმობის სიგნალს. ბოლო თვეებში კი ევროკავშირსა და ჩინეთს შორის დაძაბულობა გაიზარდა სავაჭრო დავების და ჩინური ექსპორტის შეზღუდვების ფონზე. და ახალი ევროპული ზომების განხილვა სამრეწველო და ტექნოლოგიური პოლიტიკის სფეროში. კერძოდ პეკინი აქტიურად ლობირებს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული ინდუსტრიული განვითარების დაჩქარების კანონის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებს ზოგიერთი ჩინური პროდუქციისთვის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობაზე აკრძალვას და ევროპული კომპანიების შეძენაზე შეზღუდვებს. ევროპის კომისიამ ასევე ახლახან წარადგინა კიბერუსაფრთხოების კანონმდებლობის განახლება, რომელიც ითვალისწინებს ჩინური კომპანიების, როგორიცაა Huawei, ტელეკომუნიკაციური ქსელებიდან და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურიდან, მათ შორის მზის ენერგიის სისტემებიდან გამორიცხვას. ანუ ევროპაც ცდილობს გამიჯვნას. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ტაივანი ჯერ კიდევ კივის მიკროჩიპებს ჩინეთზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ატარებს ასეთ სამხედრო წვრთნებს და რაკეტებს, ისევ და ისევ ჩინეთისკენ მიმართავს. აქ დროებით წერტილსო. გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი გამოშვება. დაალაიქეთ და კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი და დასკვნები. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობა.